დღეს მინდა გიამბობ ჩემს შესახებ. მინდა იცოდეთ, რომ მე ვარ 8 წლის პირველი კურსის ინკოგნიტუელი ეკატერინე გოჩიევშვილი. ქარი გიმღერის ნანასა, ზღაპარს გიამბობს ჭადარი. ცეწნა მალერსი თამავსო ეჭვებით ნავადარი, საქართველო ლამაზო. სხვა საქართველო სადარი. ცა ვარსკვლავებით იმთება, ცა არც არის სადარი. თვარე რომ ამოფწმინდება გული გაბრელად მზადარი, დიდება შენი დიდება სხვა საქართველო სადარი. მინდვრები, ქართლის მინდვრები, ქედები მხარგაშლილები, მთაში ტყედანაფინდები ტყეში, ხორბუდა ირმები, ბარათშრიალებს ჭადარი, მზესუმღერიან ჩიტები მხარეო, მოსილო დიდებით სხვა საქართველო სადარი. ვისაუბრეთ იმაზე, მას ვაკეთებთ, რა კეთდებოდა სტუდიაში, რამდენი წელი არა, რაც მუშაობ და უკვე წლებმა თავისი მოიტანა, ხო? რა თქმა უნდა. და ძალიან დიდი ბედნიერებაა ჩემთვის, რომ ის ადამიანები, აი ზეიკო, ბატონი ნუგზარი, ანუ წლების განმავლობაში თქვენ და ბატონი ნუგზარი უფრო მეტი თაობის აღმზრდელები ხართ. გავიხსენებთ წაღვერის დღეებს, რომელიც საოცარია და მოვიკითხავთ მარინას ამერიკაში, რომელიც ძალიან აქტიურობს, ხო? და უყვარხარ და ამერიკაშია და როდესაც ჩამო აუცილებლად ვესტუმროთ ერთი. აუცილებლად. წაღვერში ძალიან კარგად აქვს, კიდევ უფრო მეტად შეცვალა და ისეთ კარგი სიტუაცია და გარემო აქვს და ყველაზე მთავარი, ჩვენ რატომ მოვიწვიეთ ქალბატონი ზეიკო? ვიწყებთ ახალი თაობის ჯგუფებად შეკრებას, რომელიც კოვიდამდე იყო, ხო? ეხლა უკვე ინდივიდუალურად მუშაობ მე ბავშვებთან, მაგრამ გვაქვს იმის საშუალება, რომ ჩვენ ჯგუფური მუშაობა ისევ დავიწყოთ, ხო? ჯგუფურ მუშაობაში უკვე ჩავერთვებით ქალბატონი ზეიკო, ალბათ ისევ შემოგვიერთდება ბატონი ნუგზარი, ალბათ ვამბობ, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ შემოგვიერთდება. დავიმატებთ ქალბატონი მადონას სიხარულიძე, რომელიც ერთ-ერთი პედაგოგი იქნება ჩვენს ტელევიზიაში და ჯგუფური კლასების სახით ძალიან ბევრი თაობა გაიზრდება. ეს არის სკოლის დირექტორების, თამამად შემიძლია ვთქვა, პედაგოგების მოთხოვნა, რესურს ცენტრიდან, რომელიც ძალიან კარგად ხედავს ჩვენს შოუმას და მადლობა ამისთვის მათ, რომ ყველანაირ ჩვენს წარმატებას ძალიან დიდ ყურადღებას აქცევენ და პირველ რიგში მადლობა ჩვენს გაზრდილ იმ ინკოგნიტოელებს, რომლებიც ჩვენ ერთად გავზარდეთ. ეს მათი დამსახურებაა, რომ ამდენად დიდი სურვილი გაჩნდა იმისა, რომ ჩვენ ასე ვთქვათ, ისევ აღვადგინოთ, რადგან ისევ გვინდა იქნებ ჩვენ უკვე მე ვფიქრობ, რომ ახალ წლამდე ეს ჯგუფები აუცილებლად უკვე დარეგისტრირდება, ჩამოყალიბდება და ძალიან დიდი სურვილი გვაქვს და მინდა აქვე ვისარგებლო შემთხვევით და კიდევ ერთხელ დავაანონსო, რომ ჩვენ გვყავს ერთი საოცარი გოგო თამარ გეგეჭკორი, რომელიც არის საბერძნეთში და ამ წლის ბოლოს, ივნისის ბოლოს იხსნება საბერძნეთში ფილიალი. ინკოგნიტოს ფილიალი, რომელსაც უხელმძღვანელებს თვითონ თამარი. მე მოვიკითხავ თამარს დიდი სიყვარულით, აქ გაზრდილი. ეს ჩემთვის არის ერთ-ერთი დიდი წარმატება, მე ესე ვთვლი და ესე ვგონია და მე ვთვლი, რომ ის თაობა, რომელიც ეხლა შემოგვემატება, თამარის გახსნის ცერემონიალია, თამარის ფილიალის გახსნის ცერემონიალზე, აუცილებლად ვიქნებით ერთად საბერძნეთში და რა თქმა უნდა თქვენ შემოგვერთდებით და იქაც ვნახავთ გემს, რომლიდანაც შეგვიძლია გადმოვხდეთ. და ბევრ საინტერესო და სასიამოვნო ძალიან კარგი რაღაცა. მოკლედ აი ეს გავაარსეთ ჯიბოსო მაყურებლებო და მე მგონია რომ ძალიან კარგად გამოგვივა და ჩვენ თქვენს იმედებს აუცილებლად გავამართლებთ. ჩემთვის ძვირფასი ქალბატონი არ ვიცი, როგორ მიყვარს, როგორ ახსნა, როგორ არ მივიწყებ მან შეიძლება. როგორ არ შემიძლია რომ ამის გამოხატვა, მაგრამ მე ვფიქრობ რომ ის ადამიანები და ამას ჩემს თაობას ყოველთვის ვეუბნები, უფროსი თაობის სიყვარულით სწავლობთ ჩვენი ქვეყნის სიყვარულს.
ჩვენ გვიყვარს უფროსი თაობა, ჩემს ინკოგნიტოებს ეს ძალიან კარგად ეგ ეცოდინება და განსაკუთრებით ხაზგასმით მაქვს ეს ურთიერთპატივისცემა, დამოკიდებულება და უღრესი მადლობა რომ გვეწვიეთ დღეს სტუდიაში და მე ვფიქრობ რომ ჩვენ ჩვენს იმედებს გავამართლებთ და კიდევ ბევრ კრეატიულ პროექტებს, გადაცემებს, წარმატებებს და ეხლა კადრს მიღმა ვისაუბრებთ რაღაც ახალ იდეებზე, ქალბატონაზე ინკო მომაწოდა და მე თქვენც აუცილებლად მოგაწვდით. მე მგონი კარგი იქნება. თუკი ჯერ არ დარეგისტრირებულ ხარ, დარეკე 599146525. მიღება დაიწყო. გულწრფელი სიყვარულის გარემო თქვენ გელოდებათ. გახდი ინკოგნიტოს დიდი ოჯახის წევრი, სადაც სიყვარული, სითბო, ურთიერთპატივისცემა და დაფასება ყველაზე პირველია. ჩვენი ოჯახის რაოდენობა დაახლოებით 14000 ადამიანს გასცდა. მიყვარხართ ინკოგნიტოელებო და ზუსტად ვიცი, ყველა ჩემი კურსდამთავრებული არის იმ ღირებულებების მატარებელი, რომელიც დედამიწას დღეს ფერებს მატებს. მე ინკოგნიტოელი ვარ. ასე დაიწყო რეკლამის პირველი ნაწილი, როცა თაობების სხვადასხვა ნაკადმა გააკეთა. გახდი შენც ინკოგნიტოელი და იყავი ბედნიერი, ლაღი შენი წარმატებებით. ეძებე ადამიანში კარგი და მას აუცილებლად იპოვი. უბრალოება არასდროსაა საბრალოება. ღირებულებები ადამიანობით ფასდება. იყავი მანჩოს დიდი ოჯახის წევრი. მანჩო ინკოგნიტო მუდამ თქვენს გვერდითაა.